50 წელი ამ სცენაზე გავატარე. ხა კონკრეტულად ამ სცენაზე არა. ბევრი ლოკაცია გამოვიცვალეთ. მაგრამ პირველი ის იყო მაინც ჩვენი ზემელზე რო ვიყავით. პირველი შტაბეჭდილება ეგ იყო ჩემთვის. მე ვარ სოსო მოლოდინაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. ინსტიტუტიდან როდესაც მოვედი თეატრში, ეს ბატონი შალოს დამსახურებაა ჩემი პედაგოგის მუმუშასი, როგორც მოფერებით ვეძახდით. ის 20 წელი, რომელიც ჩვენი გქონდა ეს მუმუშასთან, ეს იყო რაღაც ქართული თეატრის აღორძინების და ოქროს ხანა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ წარმატებაში. ჩვენ სკოლაში ჩამოყალიბდა დრამწრე. და დრამწრის პედაგოგი ვინც იყო მოსული, დადიოდა კლასებში და ბავშვებს არჩევდა რა, ვინ როგორ კითხულობს ლექს. ჩემი ძმაკაცი მეგობარი სკოლის იმან ეგრევე მე მინდაო ლექსი წაიკითხა და მეო მინდაო და მეც ახლა ჩემი ძმაკაცია და მეც მინდა მეთქი. და პირველი როლი მათამაშეს გერმანელი აიორი. მე რო დავამთავრე სკოლა, მე მშობლებმა იცოდნენ რომ მე ვაბარებდი გპ-ში. ჩავაბარე თეატრალურზე, რომ მოვხვდი მამა ჩემმა მეორე კურსამდე სანამ არ გადავედი არ იცოდა რომ მე თეატრალურზე ვსწავლობდი. ეგონა რომ მე ვსწავლობდი გპ-ში და შემთხვევით ნახა სტუდბილეთი. სად დამჩარა ეგა. გაგიჟდა ეს კაცი საწავლობს რომ გამაგებინე. თეატრალურ ინსტიტუტში ბატონი შალვა იყო ჩემი პედაგოგი. როგორი იყო? რო გითხრათ რომ ძალიან კაი ხასიათი ქონდა, ვერ გეტყვით. ბოლოს რო ვფიქრდებოდი, ხვდებოდი რომ ეს დისციპლინის გარეშე თეატრი არ არსებობს. ნიშნულოვანი რა არის, იცი, აი მუმუშას ბევრი სტუდენტი ყავდა, ჩემამდეც ალბათ ჩემ შემდეგ ერთი რამ რაც მუმუშამ ყველას ასწავლა, ეს იყო გემოვნება. პირველი როლი იყო შემოსავლიანი ადგილი ოსტროვსკის. აი როგორც შენ არ გახსოვს ეს როლი, ისე მე არ მახსოვს, ისეთი დაძაბული ვიყავი და ისე ვითამაშე, რომ არაფერი არ მახსოვს. მე ნელ-ნელა შევეჩვი ეს სცენას. მე ჩემი პარალელური კურსი იყო მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი, ჩემი მეგობრები. ხო და ისინი აკეთებდნენ გუშინდელს. ხო და მე დამაკავეს, იქ ბოქაული ჭირდებოდათ, რეპეტიციები მახოს ძალიან კარგად რა. როდესაც ინსტიტუტში უკვე ვსწავლობდით, პირველი კურსი, მეორე კურსი, მე სპექტაკლები ვითამაშეთ ისა, მე ბატონმა შალვამ მითხრა, რომ რა დაამთავრებო, წამოდიო თეატრშიო და მაშინ გადავწყვიტე, რომ ჯობდა რომ წავსულიყავი და მეთამაშა ის, რაც მინდოდა. მე შალვამ დადგა მოკვეთილი. და იქ სერიოზული ნამუშევარი იყო უკვე მე იყო ქამუშაძის გაჭირვება, რომელიც ძალიან მაგარი. ეს იყო თეატრალური ინსტიტუტის ჩვენ შემდეგი მომდევნო ჯგუფების საკურსო სპექტაკლი. და ჩვენ მსახიობებიც თამაშობდით შიგნით. ეს იყო უზარმაზარი წარმატება. მე გაკეთდა რღვევა. მე გაკეთდა სიმონა მაშარის სიზმრები. და მე მოვიდა უკვე კუკარაჩა. და კუკარაჩა რო გაანაწილეს, ჯერ მე არ ვიყავი. კუკარაჩას საერთოდ არ ვიყავი. და მე დამიძახა შამდა ისაო, მოდი რა ის ნაითამაშო შენაო მურტალო. კი, მაგრამ მეთქი ხო თამაშობს. ჩვენი მეგობარი თამაშობდა და არაო რა, მოდიო რა შენსო. კაი, მეთქი მივედი, გავდი ვარამ მურტალოს რეპეტიციას, არის ერთი ამბავი და გავიდა 1-2 კვირა რეპეტიცია უკვე მურტალოს თამაშობ. მოდიო რა კუკარაჩა ითამაშიო. ხო გამოვედი ახლა მეუნე ბატონო შალვა ახლა ეკა ისა ესა
და მე ბიჭებს ვეუბნები, ეხლა მეთქი სანამ ამას ინგა შემოუთავაზებია, უნდა დავთანხმდე მეთქი. რა არის იცი, ახლა სულ მაგას ვამბობ, რომ ახლა ძალიან შეიკვეცა დრო, შეიკვეცა. ადრე მაგალითად ჩვენ არ ქონდა ისეთი პრობლემა, იმისა რომ გაგრძელებული იყო რეპეტიცია მაგალითად ერთ სპექტაკლზე 6 თვე, 1 წელი, 1 წელი ვიმუშავეთ მაგალითად ბედნიერ ვიდეცზე. უთეატროდ დავრჩით ჩვენ 1-20 კაცი წავედით იმ დროს თეატრიდან. იმიტომ რომ რკინიგზელთა სახლში როდესაც ვიყავით, იქ რაღაც ეს არ ვიცი ეს პოლიტიკის ამბავი იყო თუ ის იყო თუ ეს იყო ძალიან აირდაერია სიტუაცია. თან 90-იანი წლები გახსოვთ რა წლები იყო. ბატონმა შალვამ თქვა რომ მე ასეთ თეატრში ვეღარ გავჩერდებიო და ჩვენც 1-20 კაცი ვიყავით დაახლოებით. რო ყველა ავდექი და წავედით. მერე გამიჭირდა როგორ იცი ფიქრო არ მინდოდა რომ მეფიქრა ამაზე რა. ვცდილობდი რომ სხვა რამეზე გადამეტანა ფიქრი, მაგრამ მერე უკვე მოვიდა დრო და მერე რაღაც შემთხვევის გამო ისევ მოხვდი თეატრში. მერე დამირეკა ჩემმა მეგობარმა მაია ჩართოლანმა, ეს ამ თეატრშია, რომ ფრანგული პიესა არის ეს კარებს აჯახუნებენ. და ამას ვაკეთებოდა. მოდი რა, მამამ მინდა რომ ითამაშო და მოვედი ასე თეატრში და დავიწყე რეპეტიცია ამ ის. და მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ანთაძე. ხო და იმან მითხრა რომ ბარემო სპექტაკლს თამაშობოდა, მოდი რა სტატში მოდიო, ბარემო ამ თეატრში ხარო გაზრდილიო. კარგი მეთქი და ასე მოვხდი ისევ ამ თეატრში. თეატრი საერთოდ რეცეპტებს არ წერს. რო ასე უნდა მოიქცეთ, ისე უნდა მოიქცეთ ეს ყოველთვის არის თეატრი აყენებს საკითხს. აი შენ უნდა გადაწყვიტო, ასე თუ ასე. ყველაზე დიდი ჯილდო არის მაყურებლის სიყვარული, მაყურებლის სტაჟი. იმიტომ არსებობს სტაჟი ისეთი რა, ну რაღაც მოვალეობის მოხდით. მაგრამ შენ გრძნობ ამას მაყურებელი როდესაც მოყვება. ჯილდო ეს არის და ამისთვის ღირს რა საკვირველია. გამოხვიდე სცენაზე და თქვა შენი სათქმელი. აი ბოლო რაც ვითამაშე ახლა, ბოლო როლი იყო ინანიშვილის ნოველები. ეს ბაღათურემ გააკეთა ოთარი, ჩემო მეგობარმა. იქ არის ადამიანი, რომელიც საოცრად უცნაური კაცია. გრძნობს რომ უნდა მოკვდეს. ხო და რიტუალს აწყობს. ღვთისმშობელო, აბა მივდივარ მე რაღაცა და არ მიდის, არ კვდება კაცო. სახასიათო რაღაც საოცარი კაცია. დღეს რა მაბედნიერებს და ჩემი შვილიშვილები. ჩემი შვილი. რომელმაც ჩემი პროფესია აირჩია. და სახიობობა მაინც არის მცდელობა იმისა, რომ შენი ტკივილი თუ სიხარული ვიღაცას გაუზიარო. იქ შენ რო ხარ მაყურებელთან დარჩენილი, აი რაც ტკივილი გაქვს და რაც სიხარული გაქვს, აი ამის მიტანა თუ შეგიძლია მაყურებელს, მაშინ ბედნიერი ხარ.